გამარჯობათ მეგობრებო. გავემზადო და გავყვე ამირას. დღეს არის მე-10 დღე. არა, მე-11 ამ გონა. კითხო ერთი კარგად. შეიძლება მე მავიწყდება, ჩემზე არითო. ფეხით მოვდივართ და აქ გზაში არის გასაჯდომი ჭრილი. ცოტა ადრე მოვდივართ სახლიდან, რომ აქ დავჭდეთ. ისეთი კაი სიგრილია, აქედან წასვლა არ მოგინდება. კაია. 5 წუთში ვიქნებით ადგილზე და მანამდე აქ ვისვენებთ. მოვედით ექიმიდან და მე აფთიაქში მქონდა წამლები რაღაცები საყიდე. ვიყიდე და მე ვთქვი ჩავალ ამ პარკში და დავჭდები ცოტა ხანი ჰაერს. მოდი გაჩვენოთ როგორი პარკია. ჩემთან არის 10 ფეხის ნაბიჯზე. ძალიან ლამაზი, შვენიერი პარკი. ეხლა ცოტა გვიანი არის და აღარ არის გზე და სიცხე. ცოტა ხანი ჩამოვჭდები. კაია. შვენიერი აქ ცოტას დავისვენებ, შევგრილდები და ავაისაჩი. ეს თუ გამომოყვანს გამოვიდიდან ეხლა. და ეცონა ჩემი წამალი არ მინდა ახლა ისევ გადავიდა. კოფეინი და რაღაცები კიდე. ჭირმანები. ისეთი კაცია. და აი ჰაერია სიგრილია. ცოტა ხანს გავჩერდები და წავ. წყალი მომშვიდებს. თან წინ ეკლესია. ძალიან ლამაზია. არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. ხალხმრავლობა არ არის, ძალიან ცოტა ხალხი, ბავშვები თუ გამოყავთ. ცოტა ხნით ესაა. ძალიან კარგი გარემოა. სიმყუდროა, სიმშვიდეა და ეს წყალი კიდე ჩემთვის რა ვიცი. მომშვიდებს ძალიან.
მეგობრებო, სახლში საღამოება და ავიდე საკმარისია. გავხვიდე, წვენი გავანიავე, მოვხიზდი. ავიდე სახლში. მაღაზიაში გამოვიარე და ამოვიტანე პური. პურის ფქვილი იყო ფასდაკლებაში, ალუბლის წვენი, კალციუმი და კალიუმი თუ ნაკლები გაქვთ, კაია ძალიან და ერთი ამასაც დავლევ, რატომღაც რომ ვერ ვარ. ეხლა ნათია შემოვა და ყავასაც გავაკეთებ და დავლევთ. ეხლა ნათია შემოვიდა, ყავას დავლევთ. ხო და კი მაგ ჩემი რულეტით ჩავიტკბილებთ გემოს და გამოჩენა არ უნდა და რა უხო. ხო და მეც გამოვფხიზლდები ცოტას, სანამ სულ არ წავთიშულ ვარ. და მერე ვიდეოსაც ჩავაგდებ. ეხლა ეს ტანსაცმელი მივალაგო ცოტა თორე მივალაგო გარეცხილი რაც გასაუთავებელი რომ არის შემოვიტანი აქ და დავალაგო მეთქი და რომ წავედით იქ ვეღარ მოვასწარე. ესენი დასავკეცი მაქვს. ხო და ესეც მივალაგო სანამ არ დაგვიანებულა რომ მერე დროზე დავეწინო. თორე მასე გაბრუებული ვიქნები ეს დღეები და ვიდეოებშიც თავი ვეღარ მოუყარე რამეს ისე გაბრუებული და ისე იგი ვარ უაზროდ ლაპარაკობ. რამდენი გასაუთავებელი მაქვს? დღეს მაგამდე ვეღარ მივედი. ხომ დავიძინე ცოტა. ის დაძინების დრო თოებაზე რომ გამომეყენებინა კაი იქნებოდა, მაგრამ არა ვეღარ დავდგებოდი ფეხზე ნამდვილად. ხვალე დავავთავებ. თავალეთი ეს შევალაგო ახლა. სულ დალაგებაზე ვლაპარაკობ მართლა და სულ ყველა მაძლევს შენიშვნას რომ თენზე არ ვლაპარაკობ სახლშიც ყველგან მაძლევს შენიშვნას რომ თქვენზე არ ვამბობ მეგობრებო, სახლშიც ჩემ შინავრებში ყველა მაგას მეუბნება რომ სულ დალაგებაზე და დალაგებაზე ნუ ლაპარაკობო, რომ დაჯდებიო, მაშინ მაინც ნუ ღარ ლაპარაკობ მაგასო და სხვა თემაზე ილაპარაკეო, მაგრამ ჩემი საქმე რომ არის, რა ვქნა.
ხო ეს ტვინში რაც ჩაგებეჭდება იმას ლაპარაკობს და ეგა თორემ ხა შეიძლება რომ მოხვიდეთ იმდენი რამე ნახოთ გასაკეთებელი და დასალაგებელი რა ვიცი მაგრამ რა ვიცი ასე გამზარდეს ეთყობა ასე გამზარდეს ეთყობა და სულ ეს მაგრამ სულ ამაზე იმიტომ იწევს ლაპარაკი ხო ისა მე რომ გავთხოვდი იქ ამირანის ოჯახიც ისე იყო რომ სულ სისუფთავეზე იყო ლაპარაკი და სისუფთავეზე იყო ყურადღება გამახვილებული სულ არაფერი არ უნდა ყოფილიყო უადგილოდ დადებული არაფერი არ უნდა ყოფილიყო მოუწესრიგებელი არაფერი არ უნდა ყოფილიყო თქვა ნუ ყველაფერი მის ადგილას უნდა ყოფილიყო სოფელი დიდი სახლი ეზო კარი რა ვიცი ყველაფერი და ყველაფერს ვასწრებდით მართლა და მივეჩვიე ჩემთანაც ისე ცხოვრობდნენ ახლა სისუფთავე ყველასთვის და ყველგან საჭიროა ჩემთანაც ისე ცხოვრობდნენ და იქ უარესი იყო კიდე და ეთყობა მეც ასე გამომყვა და მარტო მაგ ტვინში ჩადებული რომ თორემ ახლა რა ვიცი აბა ვინ არ ალაგებს და ვინ არ აკეთებს აღარ უნდა ვილაპარაკო მართალია ზედმეტობა ნამდვილად მაგრამ რაზეც მიჩვეული ხარ და რაზეც ტვინი მომართულია იმას ძნელად გადაეჩვევი მაგრამ ნელ-ნელა მაგასაც გადაეჩვევი всё დალაგება და ჯამრთელობა ამოვიღო უნდა პროგრამიდან უნდა ვიყო პოზიტიური ხიარული რომ თქვენთანაც მოვიდე რაღაც დადებითი ვიდეოებით და არა რაღაც წუწუნით და მივეჩვიო მაგას თორემ მე ჩემ ვიდეოს უყურებ მე თვითონ არ მომწონს ისე თუ ასე შევძლებ მივეჩვიე პარკში კარგი იყო ნამდვილად ისეთი სიგრილე იყო ისეთი კარგი იყო ხშირად ჩასლა კაიქნება გვიანი ვერ ჩახვალ ისა რომ 7-ის მერე თუ ჩახვალ მზე აღარ არის უკვე იქ და შეიძლება ჩახვიდე ან 8-ის მერე უფრო სწორად მანამდე ცხელა და ვერ ჩახვალ და 8-ის მერე უკვე რაღა დრო 10-ზე აუცილებლად მე სახში უნდა ვიყო და ხოდა დრო არ რჩება მაგისი და დილას კიდე ისე უთენია იქ ვერ ჩავალ ახლა თორე მართლა კაია ჩემთვის ის შადრევნები თუ გინდა ჩანჩქერი ის პატარა წყალის ხმა არის ჩემთვის არ ვიცი რა რატომ ერთ-ერთი დამამშვიდებელი რამეა ახლა გაღიზიანებული ვიყავით არც რამე ნერვები მოშლილი და რამე კი არა მაგრამ რაღაცას არ ვიცი ჩემი ორგანიზმი გრძნობს რომ ის ჩემთვის მნიშვნელოვანი რამეა რომ იქ მშვიდდები იქ მწყნარდები იქ რა და სულ მომთხოვა რომ ჩავსულიყავი თუ გინდაც 15 წუთი 9 საათზე მეტი გავჩერდი წამოვედი აგერ ყავაც დავლიელ ამაზად ნათიას ერთად ვილაპარაკეთ და ეხლა უკვე საათი უკვე 10 ხდება და მოვასწრებ რაღაცებს და დროზე დავიძინო დღეს იმედია თორე ხვალაც ამ სახით რომ მოვიდე მერე გამაგდეთ აქედან ღირსი ვიქნები გამაგდეთ აქედან რომ ისეთი სახე მე არ მომწონს ისე ხო და მომწერეთ მერე რომ მასე თუ უნდა იარო აღარ მოხვიდე ჯობიაო მითხარით უფრო შემაწუხებს ეს და მითხარით არ მოგერიდოთ გიგა არ მოსულა ეთყობა დღესაც გვიან მოუწევს მივწერ მერე
გვიან მოუწევს მუშაობა, მივწერ მერე დაუტოვებ საჭმელს და შეჭამს რამეს. ამირანი უყურებს რაქს და კალათბურთს, იმიტომ არ აქვს ოთახში. ეგეც დამთავრდა მე მგონი თუ თავდება არ ვიცი. აღარ გავსულვარ გარეთ. ხო და მე იქ დაჯდომით ვერ დავჭდებოდი ახლა და მე მგონი აგებს საქართველო. წაღან ამბობდა. ხო. ეხლა საღამოს ძალიან კაი სიგრილია. აივანზეც ქარია. ქარი არა, ნიავია. სასიამოვნო, კაი სიგრილია. უბრალოდ კოღვებია და იქ ვერ დაჯდები. ახლა ოთახში საერთოდ არ არის სიცხე. კარი კი მაგხია, მაგრამ რომც დახურო, მაინც სიცხე არ არის. წელს არ არის რა, ჯერჯერობით არ არის და გვეუბნებიან რომ მაგალითი სიცხეები იქნებაო და ნახოთ, რა ვიცი, მე რომ ნახე ის იყო. წვიმები იყო 1-2 დღე. ხო შეიძლება შეცვლიან მე პროგნოზს. ზაფხულზე გეცახლავს თუ იქნება სიცხეები რა 6 დღეო ალბათ. ეგეც გაუსაძლისი არ იქნება, მასაც გადავიტანთ. ოღონდ ნუ მოხდება რამე ცუდი. შვენიერი ამინდები მიდის ჯერჯერობით და ნახოთ აბა რა იქნება. ვცდილობ ახლა რომ ჩავწერო ეს ვიდეო იყოს მოკლე და მოვასწრო რომ 12-ისკენ და 1-ისკენ აღარ დავდო ვიდეო. რამენაირად უნდა ვიცდილო. ხო და მოკლე ვიდეოთი მოვედის ამ საღამოს მეგობრებო, მაგრამ არ აუშავს, არ მოსლას ჯობია. ხო, ის ხო გაჩვენეთ აფთიაქში რაც ვიყიდე, რექსონ აღარ მქონდა. ვიყიდე, ესეც ამირანსაც უკვე აღარ აგიგეც ხო საყიდი ყოფილა. ბევრი რაღაცები მაქვს უკვე საყიდე და ხომ თქვი, წავედი აფთიაქში, რაღაცები მინდა კიდე მეთქი, ხომ თქვი. თუ არ დავიწერე, არ ჩამყვა იქამდე. იქ აფთიაქში კიდე გოგოს ვეუბნები, წნევის ამწევი მინდა და სახელს ვერ ვიხსენებ მეთქი. ყველგან მჭირს ეს მეგობრებო. ხო, ამწევი გინდა თუ დამწევიო და ამწევი მეთქი და კარგიო, მაშინო. ახლაც ვერ ვიგონე. შემოვიტანო. ხომ ხედავთ, იქ ხო ვერ მოვიდა, არა და ამას სულ სარგებლობდი, როგორ უნდა დაგავიწყდეს. არ ვიცი, რაღაც არ ვიცი ამ ტვინში ხდება. კოფეინი ვიყიდე, კიდეც გაჩვენეთ ხომ წავან. ხო და სახში ერთი ცალი მქონდა დარჩენი, ერთი ტაბლეტი, დავლიე ის და ცოტა კი ვნახე, ვამბობდი ვიდეოში, ხომ ცოტა ვნახე შედეგი, მაგრამ არ მეყო. ეხლა არ ვიცი 200-იანი თუ იყო ეს, არ ვიცოდი. კოფეინი 200-იანი თუ იყო, 50-იანი და 25-იანი მეგონა მე. კიდევ კარგი ნათია მითხრა, რამდენ მილიგრამიანიაო, ნახეო. არ დალიო დიდი ასე გვიან რა თქინდაო და თურმე 200-იანი ყოფილა და ერთი ტაბლეტი დავლიე. დავამატე კიდე, კოფეც ხომ დავლიე და იმედია ხვალე მოვალ გახსნილი ტვინით თქვენთან და სულ ძილისკენ არ ვიქნები წასული. ხო. ეს მაინტერესებს. მაინტერესებდა ეს და მინდოდა ვარდისფერი იმით ძალიან ისეთი ნაზისუნი აქვს იმას და არაა ცუდი. კაია, მაგრამ ის ვარდისფერს უფრო რაღაცნაირად ტკბილი სუნი აქვს და ის უფრო მომწონდა. თუმცა არ არის ცუდი. არ აუშავს. მის საქმეს ხომ გააკეთებს.
ეს ჩემი წამალი სხვა შეფუთვაში იყო და ეგეც სხვა არ მომეცით მეთქი უთხარი. არაო, იგივე არისო, ოღონდ სხვა ქვეყნის არისო. არ ვიცი რა, ყველა კუთხიდან შემოდის ეს წამლები და მე როგორ უნდა მივხვდე, რომელია კაი და რომელი არა. თავარია მერისთვისაც ვსვამ გამომადგესა. მიხდით ახლა. აი როგორია. ვსვამდი ამას და ეს არის ეს. ვით გავიგო ახლა მე. სლავია, კარბამაზეპინა სლავია. ამას სხვა რამე აწერია, დავიტანჯე რა. კარბამაზეპინი და კარბამაზეპინ სლავია. როგორ გავიგო ახლა? ერთი და იგივეაო მითხრა და იმედია მართლა ისეა. ალბათ იგივე იქნება, რა ვიცი. რახან ესე თქვა, ალბათ მასე იქნება, მაგრამ აფთიაქში რომ შედიხარ 100 თვალი და 100 ყური გინდა. თუ სხვა რამე არ იყიდო და არ დალიო. ოღონდ მართლა ვამბობ. ჩვენთან მოხდა შემთხვევა, ჩვენთან ვამბობ აჭარაში, მოხდა შემთხვევა. ასაკიანი კაცი შევიდა. ბაბუაო ეუბნება ბოდიშით ეხლა, მაგრამ კუჭისო აშლილობის წამალი მომეცითო. კი ბატონო, არ უთხრა სწორად, მაგრამ იმასაკიან კაც იქნება და ეშლება, კარგად ხომ უნდა გამოკითხო. ხო და გაატანა სახში კუჭის ასაშლელი წამალი. და იმანაც რა ვიცი, რა მოხდა, რაღაც არ ვიცი რა მოხდა, ალბათ 2 დღე დალია თუ რა მოხდა და სითხისგან დაიცალა და ბაბუა გარდაიცვალა. ხო და არ ვიცი რა, ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევები არის და სულ ყურადღებით ვუყურებ მეც წამლებს და მეშინია. სხვა რამე არ დავლიო და მე ზოგადად რასაც ვსვამ, ოდნავ ცვლილებას რამეს თუ ნახულობ, ჩემს ექიმს მივწერ, იმ წუთას პასუხობს, ძალიან კარგი ექიმია, მართლა ყურადღებიანი, რა ვიცი, იმ წუთას პასუხობს, ან ეს გააგრძელე, ან არ დალიო, ან ის ნახე, ან რაღაც, ან ეს არ არის პრობლემა და ეს დალიე კი იგივეა. ეხლა ყველა წუთში არ მინდა იმის შეწუხება, დავგოგლავ და იქაც ნახულობ, მაგრამ მაინც უყურადღებოთ ვერა. ძალიან მაგარი ყურადღება გინდა მართლა. მე არავის არ ვეხები ახლა იმ გაგებით კი იმ ბაბუა ვერ უთხრა სწორად, მაგრამ ის ასაკიანი კაცი ვერ თქვა სწორად. ახლა მე მეშლება მაგალითად ლაპარაკიც. რა ვუყოთ? ხო და ეხლა მე რომ ვიყავი აფთიაქში, 2-ჯერ მკითხა, 3-ჯერ მკითხა, წნევის ამწევი გინდა თუ დამწევი. კი მე უთხარი ამწევი მინდა, სახელი ვერ გავიხსენე და ამწევი მინდა და რომ თქვა კოფეინიო, მე ხო მაგი მინდა მეთქი. ხო და ასე უნდა კითხო, ცოდვა ადამიანი ხო? ჯერ ერთი იმდენი ნაირი სახეობის წამლებია შემოსული, რომ ვერც დაიმახსოვრებ და არც გეცოდინება და ყველა წამალს რეცეპტით ვერ ყიდულობ რომ უთხრა მაგალითად. შევიდა კაცი, იმიტომ რომ მოეწესრიგებია კუჭის აშლილობა, ბოდიში ერთხელ კიდევ და პირიქით. არ ვიცი, ეს ითქვა ახლა, მე არ მივსულა და იქ არ გამიგია, მაგრამ ითქვა, რომ ეს ასე იყო და რა წამალი დალია ასეთი, არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ეს შემთხვევა მოხდა. ხო და ასე რომ წამლებთან ძალიან დიდი ყურადღება საჭირო და მეც ახლა კი არაფერს არ მიზამდა ეს 200-იანიც რომ დამელევია, მაგრამ ეხლა დაძინების დროს 400 მგ დამელევია, სასურველი არ იყო. ხო და ამდენი ვილაპარაკე ახლა ამაზე, მაგრამ არა ფრთხილად თუ არ მეშინია, სულ მეშინია. ყველა წამალი მოდის შეფუთვით. ეხლა ეს წამალი იყო სულ მწვანე შეფუთვით და ასე ვსვამ მე რამდენი ხანია. არ ვიცი უკვე რამდენი წელია. ეხლა მოვიდა ეს არის
რაღაც სხვა შეფუთვით. ხო და რომ მკითხე, არა ერთი და იგივეა, ოღონდ ქვეყანაა სხვაო და რა ვიცი აბა. მე მაინც ნახმოვდები ინტერნეტში, მე მაინც ვფრთხილობ წამლებთან, არ ვიცი. ხო, ასე რომ მეგობრებო, ეხლა თემას მოყვად ამ წამლებზეც ვილაპარაკებ, თორემ ეგეც არც საინტერესოა შეიძლება და არც ისა, მაგრამ ყურადღება მისაქცევი ნამდვილად არის. დედაჩემთან მაგალითად აფთიაქში შევიდა, ჩემი რძალი თვითონ ეგ თანია და დააბარა, არ მახსოვს ეხლა იმ წამლის სახელი და დააბარა სულ სხვა წამალი და რომ შევიდა და უთხრა აფთიაქში, მისცეს სულ სხვა წამალი. არ მახსოვს სახელები ნამდვილად და ტყუილი რომ არ გამომივიდეს, სახელებს ვერ გეტყვით. მე რომ აიტანა სოფელში ჩემმა რძალმა და ამოვალაგა რომ დედაჩემმა უთხრა დამიწერიო ამ წამლების სახელები რომ მე არ შემეშალოს მერეო და ჩემმა რძალმა რომ ნახა, იქ რაღაც თითქოს და მაგალითად ვთქვათ ასპირინი და ასკოფენი და რაღაც ასე დამთხოვები ხომ არის წამლებზე და მიუცია ისეთი წამლები რომ დედაჩემს რომ ის წამალი იმ ღამეს დაელევია, შეიძლება დილას აღარ გაღვიძებოდა. ისედაც წნევიანი ქალია. ხო და ჩემი რძალი ეგ თანია, იმას არ გამოეპარებოდა, უბრალოდ ნაჩქარევად იყიდა რომ სოფელში მიდიოდნენ და ძალიან ეჩქარებოდა და იქ რომ ამოვალაგა და ნახა, ეს რა გამოუტანებიაო თქვა და მაინც ეს გადაყარი არ დალიო ეხლაო და გადაყარეს რომ მე დედაჩემს არ შეშლოდა. და ასეთ შემთხვევები ძალიან ბევრია და იმიტომ ვილაპარაკე ეხლა მეც. ხო, ასე რომ მეგობრებო, ღმერთმა ყველას მშვიდობა მოგცეს, საერთოდ არ დაგჭირვებოდეს ნეტა ეს წამლები და სულ ვიყოთ ჯამრთელები და სულ ვიყოთ ლაღი ცხოვრებით. საერთოდ არ გქონდეს ეს წამლები საჭირო არ ყოფილიყოს ნეტა. კარგი მეგობრებო, ეხლა რაც არის ეს არის, დაგემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ტკბილ-ძილს გისურვებთ, მოვალ ხვალეთ დილით, ღმერთის ნებით. აბა ხვალამდე.